თარგმანება იმათეს სახარებისაი თავიბე. სიტყვა იესე, ხოლო იესო იყო რაი ბეთანიას სახლსა სიმონის კეთროვნისასა მოუხდა დედაკაცი, რომელსა აქ უნდა ალაბასტრითა ნელსაცხებელი მრავლისა სასკედლისაი და დაასხა თავსა მისსა ინახით მჯდომარესა 26:6. ესე დედაკაცი საგონებელ არს თუ ერთი არს ყოველთავე მახარებელთა მიერ თქმული. გარნა არა ეგრეთ არს. ნუ იყოფინ. არამედ სამნი მახარებელნი ერთისა ამის დედაკაცისათვის იტყვიან, ხოლო იოანე არა ამას ახსენებს, არამედ სხვასა საკვირველსა დედაკაცსა, დასამას ლაზარესსა. რაისათვის ახსენააც მახარებელმან სიმონ კეთროვანი. რაითა გამოაჩინოს თუ ვინაი კადნიერი ქმნა დედაკაცი იგი მოსვლად, რამე თუ კეთრი ძველსა შჯულსა შინა არაწმიდათ და საძაგელად შერაცხილიყო. იხილა უკვე დედაკაცმან მან, ვით არ განკურნა იგი უფალმან, რამე თუ არა თუმცა განეკურნა, არამცა შესრულიყო მისა. ესე რა იხილა დედაკაცმან გულსავსე იქმნა, ვით არმედ რომელმან კეთრი იგი მყის განწმიდა, ძალუცმას სულისაცა მისისა არაწმიდებათა განწმედად ადვილად. ამისთვის იკადრა მოსვლად და შევრდომად. ხოლო სახელი ქალაქისა მისცა ბეთანია ისაი, ჯერ უნად ახსენა, რაითაც ცნა, ვით არმედ ნებსით მოვიდოდავნებად. ამისთვისცა რომელი იგი პირველი უტოდა, ოდეს არა იყო ჟამი ნებისაი, აც, ოდეს უმეტესად აღეტყინა ჰურიათა შური, მახლობელად მოვიდა იერუსალიმსა, ვით არა 15 ოდენ უტევან. ამით ცანთ, რამე თუ პირველიცა იგი წარსვლაი არა სიუტოლა იყო, არამედ განგებულებაი. ესრეთ უკვე განძლიერდა სულითა დედაკაცი იგი და მოვიდა უფლისა. რამე თუ მრავლით ჟამითგან უნდა ესეყოფათ, არამედ შიშით იცვოდა. ვითარცა იგი წიდოვანი ხორციელისა სენისათვის ეშინოდა ცხადად შევრდომად, ამასმცა ვირთარ არა ეშინოდა სიმრავლისა მისთვის ცოდვათა ისა. ამისთვის შემდგომად სამარიტელისა მის და ქანანელისა და წიდონისა და სხვათა მრავალთა ძლით იკადრა მოსვლა, რამე თუ უწყოდა სიმრავლე ცოდვათა თვისთაი. და არა ცხადად მოუხდა, არამედ სახლსა შინა. და ყოველნი ხორციელისა კურნებისათვის მოვიდოდეს, ხოლო ესე ოდენ სულიერთა სენთა კურნებად მოვიდა, რამე თუ ხორციელად არ არა ელმოდა. ამისთვის უმეტესად საკვირველ არს საქმე მისი. და არა მოუხდა ვითარცა კაცსა ლიტონსა, არამედ ვითარცა უზეშთა ეს ამაღლებულსა ბუნებათაგან. ამისთვის ნელსაცხებელი დაასხა და ამბორს უყოფდა ფერხთა მისთა და სცხებდა ნელსაცხებელსა და ცრემლითა და ალტობდა და თმითა თავისათვის ისაითა წარხოცდა და ყოვლითურთ საქმესა აჩვენებდა მხურვალისა და შეუორგულებელისა სარწმუნოებისასა. სახარებაი, იხილეს რაი მოწაფეთა, განრისხნეს და თქვეს, რაისათვის იყო წარწმე და ნელსაცხებელისაი ამის. შესაძლებელიყო განსკიდად ესე დიდ ძალის და მიცემად გლახაკთა. გულისხმატყო იესო და ხრქვა მათ, რაისა შრომასა შეამთხოვთ დედაკაცსა მაგას. რამე თუ საქმე კეთილი ქმნა ჩემ და მომართ. რამე თუ გლახაკნი მარადის თქვენთანა არიან, ხოლო მე არა მარადის თქვენთანა ვარ. რამე თუ დამასხა მაგან ნელსაცხებელი ესე ხორცთა ჩემთა, დასაფლავად ჩემდაყო. ამენ გეტყვით თქვენ, სადაცა იქადაგოს სახარებაი ესე ყოველსა სოფელსა ითქმოდის, რომელცა ესე ხო მაგან, სახსენებელად მაგისა, 26:8-13. თარგმანი, ვინაი აქ უნდა მათ ესევით არის ესე გულის სიტყვაი. ასმიოდა სიტყვა იგი მოძღვრისაი, ვით არ ეთქვა, წყალობა იმნებავს და არა მსხვერპლი. ოსე 6:6 და სხვა იმრავალი ეთქვა მოწყალებისათვის გლახაკთა ისა.
ამის ყოვლისაგან ჰგონებდეს, თუ აცცა უმეტესად სთნდეს ღმერთსა მიცემა იგლახაკთაი. გარნაგან კითხველი იგი გულთაი და მხედველი იგი დაფარულთაი ხედვი და გონებასა მის დედაკაცისასა და არა გარე მიაქცია შესაწირავი მისი, არამედ დიდითა სახიერებითა შეონდო თავსაცა მისსა და სხვადნელსა ცხებლისა მის. რამე თუ მან სახიერმა ცხოვრებისათვის კაცთა ისა თავსიდვა განკაცებაი და შობაი დედაკაცისაგან და სცითა გამოზრდაი და სხვაი ყოველივე ბუნებისა ჩვენისაი. ეგრეთვე ესეცაა თავსიდვა ცხოვრებისა მისისათვის. რამე თუ ძუელსაცა შინა შესაწირავთა მრგულიად და საწუალთა შესწირვიდეს და ძმელსა აკუმევდეს და ზეცა შესწირვიდეს. და ამას ყოველსა უძლურებისათვის მათი საღმერთი შეიწირვიდა, რაითა ჟამსათვის სასრული იგი შესაწირავი ასწაოს. ეგრეთვე აქა უძლურებისაებრ დედაკაცისა მის სარწმუნოება იგი მისი შეიწირა და ნელსაცხებელი მიითვალა და მოწაფეთა აბრალებს, რომელ იგი შრომასა შეამთხოვდეს მას და დაფლვასათვის აახსენებს, დასაფლავადო ჩემდაყო. ამენ გეტყვით თქვენ, სადაცა იქადაგოს სახარებაი ესე ყოველსა სოფელსა ითქუ მოდის, რომელცა ესეყო მაგანს სახსენებელად მაგისა. გულისხმა ყავთ 10 ძალი სიტყვისა იმის, რამე თუ აჰა ესერა, სადაცა მიხვიდე კიდეთა ქვეყანისათა, გესმას სახარებაი ესე და საქმე, რომელი ქმნა დედაკაცმან მან. არცა მოქმედი იგი იყო სახელოვან, არამედ დედაკაცი იყო მეძავი, უნდოი და შეურაცხი, არცა ერთად წინაშე მრავალთა იქმნა საქმე იგი, არამედ სახლსა ერთსა შინაკაცისა კეთროვნისასა და 12 ხოლო მოწაფენი ხედვიდეს. ვინაი უკვე ესრეთ განითქვა ყოველსა სოფელსა. არა ცხადი არსა ვითარმეთ ძალმან მის სიტყვისამან რომელი უფალმან ბრძანა, განჰფინა ესე კიდეთა ქვეყანისათა? და ახოვნებანი მეფეთა მრავალთა და ძლიერთანი და საქმენი განსაკვირველნი დადუმებულ არიან და დავიწყებულ რომელთა იგი ქალაქნი აღაშენეს და გოდლები ახმართეს და მბრძოლნი დაიმორჩილნეს და ერნი მრავალნი დაიმონეს. არცა სახელი მათი ისმის, არცა საქმე მათი იხსენების, რომელთა იგი არა დავიწყებისათვის საქმეთა მათთა ისა ძეგლები დიდფასები ახმართეს და საქმენი თვისნი დაწერნეს. არამედ ყოველივე ცუდ და ამაო იქმნა და ყოველივე დაივიწყა. ხოლო საქმე დედაკაცისა მეძვისაი, ვითარ იგი მოიღო ნელსაცხებელი და სცხოვმერთსა მიფარულად სახლსა შინა წინაშე 12 კაცთა, ესე ყოველსა სოფელსა იქადაგა. და ჟამნი ესოდენი წარხდეს და ხსენებაი საქმისა იმის არა განქარდა, არამედ სპარსთა და ჰინდოთა და გუთთა და სავრომათთა და ეთიოპელთა და რომელნი ჯალაგთა მათ ვრეტანისათა მკვიდრარიან და სხვათა ყოველთავე ტომთა ზეპირით იციან საქმე იგი და ყოველნივე ურთიერთას მიუთხრობენ. დიდარს კაცს მოყვარება იგი მეუფისაი, დედაკაცისა ცოდვილისაი თავსიდვა შეხებაი უხრთნელთა მათ და წმიდათა ფერხთა მისთა, ამბორს უყოფდა რაიდას ცხებდა ნელსაცხებელსა და არა ხოლო თუ თავსიდვა, არამედ მაბრალობელთაცა მისთა აბრალა და საქმე იგი საქებელყო. ხოლო რაისათვის არა ესრეთ ოდენ თქვა ვითარმეთ, საქმე კეთილი ქმნა, არამედ პირველად ხრქვა, რაისა შრომასა შეამთხოვეთ დედაკაცსა მაგას, რაითა ასწაოს მოწაფეთა არაძიებად უძლურთაგან პირველითგანვე მაღალსა და სრულსა საზომსა. რამე თუ თავადისაცა დიდად სათნო იყო მოუაწება იგლახაკთაი. ამისთვისცა რომელსა იგი არა აქუნდა ადგილი, რაითამცა თავი მიიდრიკა, მოუაწებისათვის გლახაკთაისა გუადრუცისა ქონებაი განაწესა. გარნააც არა იყო ჟამი ესე ვითარისა მის საქმისაი, რაითამცა არა დააბრკოლა სარწმუნოებაი უძლურისა მის დედაკაცისაი. ამისთვის იტყვის, რაისა შრომასა შეამთხოვეთ დედაკაცსა მაგას, რაითასცნა, ვითარმედ მისთვის თქვა ესე, რაითა არა დააბრკოლონ მისი იგი სარწმუნოებაი.
და რაითა ამით ჯერითა გვასწავს, რაითა ვიხილოთ რაივისგანმე საქმე რაიმე კეთილი, რაღაცა თუ არასრული ყოს შევიწიროთ იგი და ვაქოთ, რაითა მცირედ სრულსაცა მიიციოს. და ნუ პირველითგანვე სრულებასა ვეძიებთ, რაითა არა მცირე იგი დავახრწიოთ. რამე თუ უფლისადაცა უკვე თუმცა ეკითხა პირველ მოსვლისა დედაკაცისა მის, თუ რომელიც თნავს რაითა მოიღოს ნელსაცხებელი მრავლისა სასყიდლისა და სცხოს მას, ანუ რაითა სასყიდელი იგი მისცეს გლახაკთა უეჭველად გლახაკთა მიცემასა უქებდა. გარნა ვინაითგან ქმნა საქმე იგი დედაკაცმან მან და ნელსაცხებელი იგი დაასხადა სარწმუნოება ითვისი აჩვენა, არღარა ჯერ იყო მისი დაბრკოლებაი. ამისთვის სახიერმან მან და ყოვლად ბრძენმან აქო საქმე მისი და განაძლიერა სასოწარკვეთილი იგი გონებაი მისი. ეგრეთვე შენცა, კაცო, უკვე თუ იხილო ვინმე რომელმან შეჰემზადოს ჩურჭელი პატიოსანი საეკლესიოი ანუ სხვაი რაიმე სამკაული ეკლესიისაი და შეწიროს, ნუ ეტყვი, თუ არა კეთილ არს საქმე ესე, არამედ წარვეთ და განყიდე ეგე და მიეც გლახაკთა. ნუ იქ მამას, რაითა არა დააბრკოლო სარწმუნოება იმისი. ხოლო უკვე თუ პირველ ქმნისა გკითხოს, უბრძანე უფროისად მიცემა იგლახაკთაი, ვითარცა ესე აწუფალმან ქმნა და არა დაბრკოლებისა მისისათვის აქო დიდად საქმე მისი და ყოვლით კერძო ნუ გეშინისცა მას, ერთად რომელ ხრქვა ვითარმეთ, დასაფლავად ჩემდაყო ესეო. მეორე რომელ განაწესა ვითარმეთ, ყოველსა სოფელსა იქადაგოსო სახარებაი ესე და ითქუმოდის რომელ ესეყო მაგანს სახსენებელად მაგისა. ჰოი სახიერებაი მეუფისაი. მეხსა შინა მრავალთა მათ ცოდვათა მისთა ხელისწერილნია ხოცნა და სახელვან ყოველსა სოფელსა ყო სინანული მისი, რამე თუ იხილა მასთანა სარწმუნოება იმხურვალე და გული შემოსრული და სინანული ჭეშმარიტი. სყახ არებაი, მაშინ წარვიდა ერთი იგი 12-თაგანი, რომელსა სახელი ერქვა იუდა ისკარიოტელი, ღდელთმოძღვართა და ხრქვა, რა იგნებავს მოცემად და მე მიგცე იგი. ხოლო მათ მიუწონეს მას 30 ვეცხლი. და მიერითგან ეძიებდა ჟამსა მარჯვესა, რაითა იგი მისცეს მათ 26, 14, 16. თარგმანი, ესე იგი არს ოდეს საკვირველნი ესე საქმენი აღესრულებოდესო ოდეს ესოდენ განეფინა წყალობა იმისი ვიდრე დედანიცა მეძავნი მოიქცეოდეს, ოდეს სიმრავლე იგი ცოდვათაი აღიხოცებოდა, ოდეს ესმა ვითარმეთ, იქადაგოს სახარებაი ესე ყოველსა სოფელსა, მათე 24, 14 მაშინ საეშმაკო იგი საქმე იცვართა უბადრუკმან მან და არა შეიკდიმა. რაისათვის ახსენა მახარებელმან ქალაქი მისი. რამე თუ იყო სხვაიცა იუდა, იაკობისი. მაშინ წარვიდა ერთი იგი 12-თაგანი. არა ჰრი და ამისაცა თქუმად, თუ 12-თაგანი არცა სირცხული იჩინა. ესრეთ არცა ერთსა საყვედრელთა საქმეთაგანსა ფარვენ მახარებელნი, არამედ ყოველსავე ჭეშმარიტებით იტყვიან, რამე თუ ძალედვა ესრეთ ლიტონად თქუმად, თუ ერთი მოწაფეთაგანი რამე თუ იყვნენ სხვანიცა. ხოლოაც განცხადებულად თქვა 12-თაგანიო. ესე იგი არს რჩეულისა მისგან და პატივცემულისა კრებულისა რომელი იყო პეტრესთანა და იოანესა მან ქმნა განცემა იგი, რამე თუ ყოველსავეზე და ჭეშმარიტებისა თქუმად მოსწრაფე არიან და არა დაფარვად. ამისთვის სასწაულთა მრავალთა თანაწარ ხდებიან, ხოლო რომელ იგი საყვედრელად და შეურაცხად ჩანან, არცა ერთსა საქმესაგინა სიტყვასა დაუტეობენ. და უფროისად ღმრთისმეტყველი იოანე იქმს ესრეთ და თითოეულად წარმოიტყვის შეურაცხებათა მათ და ძვირისმეტყველებათა რომელ იგი ეტყოდეს და იქმოდეს ჰურიანი. ხოლო აციხილეთ რაოდენ იყო უკეთურება იუდაისი. ვითართავით თვისით მივიდა და 30 ვეცხლის დაეზავა მიცემად უფალი. ჰოი უგულის ხმოებაი.
ვით არ ესრეთ ერთბამად დააბრმო ვეცხლის მოყვარებამან. Რავდენ გზის ეხილვა ვით არ განვლის უფალმან შორის მათსა და ვერ უძლიან შეპყრობათ, რავდენი სასწაულნი ეხილნს ღმრთებისა მისისანი, რავდენი ასმიოდეს სწავლანი საშინელნი და ყოველივე იგი უგულებელს ყო. ხოლო უფალი ვიდრე აღსასრულად უნდა სულგრძელ ექმნა და სერობას აღირს ყო და ფერხთა ბანასა და დაუცხრომელად ასწავლიდა, გარნა არ არა ერგომას. ხოლო უფალი არავე დასცხრა ჩვენებად სულგრძელებისა. ეგრეთვე ჩვენცა ვიქმოდით, მორწმუნენო, სულგრძელებასა ვაჩვენებდეთ უდებთა და ცოდვილთა, ვასწავლიდეთ, შევრჩულვიდეთ, ნუ გეშინის ვცემდეთ. რაღაცა თუ არა ერგებოდის, ჩვენ ნუმცა დავსცხრებით. რამე თუ ქრისტემან იცოდა უნანელი იგი და მოუდრეკელი გული იუდაისი, არამედ არავე დასცხრა ყოფად, რა იგი მისგან ჯერ იყო, ასწავლიდა, აბრალებდა, ამხილებდა და არავე განცხადებულად, არამედ იგავით და რეცა მიფარულად და ჟამსა მას მიცემისასა ამბორის ყოფა იცა მისი თავსიდვა. ხოლო მან ამის ყოვლისაგან არა ინება სარგებელი, რამე თუ ესოდენ ბოროტ არს ვეცხლის მოყვარებაი, ვიდრეღა ესევით არ საუკეთურებისა უფსკრულსა შთახადა იგი. სწავლა იქ ვეცხლის მოყვარებისათვის. ისმინეთ ყოველთა ვეცხლის მოყვარეთა, რომელნი შეპყრობილ ხართ სენითა იუდაისითა. ისმინეთ და განეკრძალენით ბოროტისა ამისვნებისაგან. უკვე თუ იგი ქრისტესთანა იყო და ესოდენ ისწავლანი მის მიერ ასმიოდეს და მადლი სასწაულთ მოქმედებისა იმიეღო და ამას ყოველსა ზედა, ვინაითგან არა იკრძალავნებისა მისგან, ესევით არ სამთხრებელსა შთავარდა, რაიმე ვყოთ ჩვენ, უმეცართა ამათ, რომელნი მარადის ამის საწუთროისა და შემსჭვალულ ვართ. იგი უბადრუკი იქცეოდა მარადის ქრისტესთანა, რომელსა არა აქუნდა ადგილი მიდრეკად თავისა და ესმოდა მისგან მარადღე, ვითარმეთ, ნუ მოიგებთ ოქროსა, გინა ვეცხლსა, ნუ ცაურსა, სამოსელსა, მათი 10 და არავე შეიგონა. რამე თუ ბოროტ არს მხეცი ესე და მძვინვარე და უკვე თუ ვინ განსცეს თავითვის იმყის შთახდის მას ქვესკნელთა ქვეყანისათა. ხოლო უკვე თუ ვინებოთ წინა აღდგომად მისა, ადვილად იძლიოს და იოტოს. რამე თუ ბრძოლა იგი არა ბუნებითი არს, არამედ უდებებისა და დახსნილობისაგან ჩვენისა იქმნების. ხოლო ვინაითგან ეუფლოს კაცსა, სრულიად გარეგან წესთა ბუნებისათა ყოფს. უმეცარ ყოფს მეგობართათვისთა და ძმათა, ვით არ იგი იუდას შეემთხვია, უარყო უფალი და მეუფე და მოძღვარი და განმცემელი იქნა სახიერისა მის. თქვას ვინმე, თუ რადესევით არ იქნა წოდებული იგი ქრისტეს მიერ მოწაფედ ყოფად მისა. ესე ნუ გიკვირს, ძმაო, რამე თუ წოდებაი ქრისტესი არა იძულებით იქმნების, არც აიძულებს გონებასა მათსა, რომელთა არა ენებოს სათნოებაი. ასწავებს ყოველთა და კეთილისა გზასა უჩვენებს და ყოვლით კერძო აწვევს კეთილისა მიმართ, ხოლო რომელთა არა ენებოს, იძულებით არა იმჭირავს. ეგრეთვე იუდასზე დაქმნა, მოუწოდა ასწავა, კეთილი უყო, ყოველივე ღონე ქმნა. ვინაითგან მან ვეცხლის მოყვარებაი აღირჩია, არღარა ჯერ იჩინა იძულებად მისა, რამე თუ თვითმფლობელად დაუბადებიეს ბუნებაი ჩვენი და არა აგვიძულებს. ამისთვის რომელნიმე იყვნეს მტაცებელ ან გარდა მედგარ. ინებეს მოგცევად და იქმნეს ცხოვართა უმშვიდეს. სხვანი მეძავნი იყვნეს და მოიქცეს სიწმინდედ. სხვანი ან გახრნი იყვნეს და მერმე თვისიცა მონაგები გლახაკთა განოყვეს. ეგრეთვე კვალად წინააღმდგომიცა მრავალგზის იქმნის უდებებისაგან და დახსნილობისა. ამისთვის გიეზი მოწაფე იყო წინაის წარმეტყველისა დიდისაი და ვეცხლის მოყვარებითა სამარადისოი კეთრონებაი დაიმკვიდრა.
მეოთხე მეფეთა 5:20-27 იუდა ქრისტესთანა იყო და განმცემელ მისა იქნა და თანამზრახვალ ჰურიათა ამისვე სენისაგან. ესე ყოველთავ ნებათა უძვირეს არს, ამისგან იქნებიან პარავნი და ავაზაკნი და საფლავთა მჭკვერვენი, ამისგან შეიმზადებიან ბრძოლანი და კაცისკლანი, და რომელიცა ბოროტი მოიგონო, ამისი ნაშობი არს. ამის ვნებისა მიერ ძლეული კაცი ყოველსავე საქმესა უხმარ არს, გინა თუ მთავარი იყოს, გინა თუ ერისთავი. ანგაჰრი და ვეცხლის მოყვარე ყოვლადვე უხმარ არს და ყოველთა მიერ საძულელ. და რად ვიტყვი მთავარსა და ერისთავსა. რაღაცა თუ მეფე იყოს ანგაჰრი და ვეცხლის მოყვარე, ყოველთა უსაწყალობელს არს და მავნებელ არს ყოვლისა სოფლისა, ყოველთაგან მოიტაცებ, ყოველთაგან მოიხუეჭი. ამისთვის წერილ არს ვითარმეთ, არარაი არს უძვირეს ვეცხლის მოყვარებისა, შეადარე პირველი ტიმოთეს მიმართ 6:10, არა იცის განძღომაი, არავინ ვის მოყვარე, ყოველთა უბადრუკეს არს. ვითარცა იგი რომელი მძლე ექმნას ვნებასა მას სანატრელ არს რაღაცა თუ მონა იყოს საწადელ არს ყოველთა მიერ, რამე თუ სათნოება იმუშაკთა თვისთა საწადელ და სანატრელ ყოფს ყოველთა მიერ. აც უკვე, კაცო, ნუ მწუხარე ხარ, უკვე თუ სიგლახაკესა შინა იყო, არამედ მოიგე სიმდიდრე სათნოებისაი და ნეტარ იყოს შენდა. რომელი სულით აგლახაკ იყოს, რაღაცა თუ ყოველი სოფელი აქუნდეს, იგი მდიდრად არა შემირაცხიეს, ეგრეთვე რომელი სულიერად მდიდარ იყოს, რაღაცა თუ პურიცა არა აქუნდეს, მას არა ვიტყვი გლახაკად. რამე თუ სული უმთავრეს არს და უპატიოსნეს ხორცთასა და ვერ ძალუც უდარესსა მას უაღრესისა თავისათვის ისა წესსა შეცვალებად, რაითამცა თვისითა სიგლახაკითა და აგლახაკა მისი იგი სიმდიდრე, ანუ თვისითა სიმდიდრითა განამდიდრამცა მისი სიგლახაკე. არამედ უფრო ისად უაღრესი იგი უდარესსა მას მიიზიდავს თვისისა მიმართ წესისა. და ესე ცხად არს ხორციელთაცა საქმეთა შინა, ვითარ უაღრესი უდარესსა თვისისა მიმართ წესისა შესცვალებს. ამისთვისცა უკვე თუ გულსა რაიმე ევნის, ყოველივე გუამი უძლურებასა შთავარდის, ხოლო უკვე თუ იგი მრთელ იყოს და მხიარულ, რაღაცა თუ სხვასა ასოსა ელმინ რაიმე, ადრე მოვიდის სიმრთელეთ. ეგრეთვე ხე უკვე თუ ძირი დაჩნეს, რა ისარგებელ არს ტოთა სიორრძილე. და უკვე თუ ძირი უნებელად იყოს, რაღაცა თუ ფურცელი განხმეს, არცა ერთი რა ისავნებელი შეემთხვევის. ეგრევე სახეთ უკვე თუ სული გლახაკ იყოს, სიმრავლე საფასეთაი არაც სარგებელ არს, და კვალად უკვე თუ სული მდიდარ იყოს სათნოებითა, სიგლახაკე ხორციელი ვერ არასავნებს. ხოლო სიმდიდრე სულიერი უფრო ისად მაშინ იქნების, ოდეს ხორციელად სიგლახაკით და უპოვრებით ვცხონდებოდით. და მაშინ ვართ ჭეშმარიტად მდიდარნი, ოდეს შეურაცხყოფოთ სიმდიდრე, და მაშინ ვართ გლახაკ, ოდეს გუსუროდის საფასეთათვის. ხოლო ფრიად უადვილესად შეურაცხყოფთ საფასეთა, სიგლახაკესა შინა რა ივიღვნეთ, ვიდრეღა სიმდიდრესა. რამე თუ ვითარცა მომთრვალე რაოდენ სუმიდეს, უმეტესად სწადინ ღვინოი, ვიდრეღა რომელი არასვან, ეგრეთვე სახმართ მოყვარე რაოდენ მოიგებდეს საფასეთა, უმეტესადღა სწადინ უფრო ისისა მოგებად. რამე თუ არა აქვს გულის თქმათა ესე წესი, რაითამცა უმეტესისა მოგებითა დაშრდეს, არამედ უფრო ისადღა აღეტყინებია. ვითარცა იგი ცეცხლმან რაოდენცა პოისნივთი, ფრიად უმეტესად აღეტყინის, ეგრეთვე სახმართა მოყვარებამან რაოდენცა უმეტესი პოს ოქროი და ვეცხლი უმეტესად განძვინდების. ამისთვის ვიტყვი ვითარმეთ, უფრო ისად იგი არს გლახაკ, რომელი უმეტესისა მოგებად სურველი იყოს. და გულის ხმაყვანით ორნი კაცნი, ერთი იგი იყავ ანგაჰ და აქუნდინ ბევრეული შანთი ოქროისაი, და მეორე იგი იყავ უპოვარ და აქუნდინ ვითარათი ოდენ დრახკანი.
წარწმიდეს ორთავე მონაგები იგი, ერთმან ბევრი იგი შანთი და მეორემან 10 იგი დრახკანი. ვინცა უმეტეს შეწუხნა? უეჭველად უფალი ბევრისა მის შანთისაი. ამისთვის უმეტესად შეწუხნა, რამე თუ უმეტესად უყვარდა და გული ეტყოდა უმეტესისა მოგებად. ამისთვისცა უგლახაკეს იყო მეორისამის, რომელმან არარად შეჰრაცხა წარწმე და 10-ისა მის ტრახკნისაი. რამე თუ მარადის გულის თქუმაი ნაკრუ ლევანებისაგან იქმნების. ესე ყოველი ამისთვის ვთქუ რაითასცნად, ვითარმედ უკვე თუ განვიფრთხოთ გონებითა და შევიყვაროთ სათნოებაი, ვერ არამან გვავნოს ჩვენ. გევედრები უკვე, ყოვლითავე ძალითა ვისწრაფოთ განრომად სცენისა ამისგან ვეცხლის მოყვარებისა, რაითა აქაცა მდიდარ ვიყვნეთ გონებითა და საუკუნეთა მათ კეთილთა მივემთხვინეთ მადლითა და კაცთ მოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისაი არს დიდებაი და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდით ურთაც და მარადის და უკუნი თი უკუნისამდე ამენ.